გამარჯობა. სანამ შემდეგი თაფით ქარგვას დავიწყებდით, მოდით ზუსტად აღვიქვათ ამ წუთას სად ვართ გაჩერებულები. ანუ ვართ მესამე უბანზე და მუქარგული გვაქვს ამის ჩათვლით ეს ნაწილი. დარჩენილია ეს სამი უჯრა და ეს სამი უჯრა. როგორც თქვით, ისე უნდა მოვქარგოთ, რომ საბოლოოდ მოვხვდეთ წერტილში, რომელიც ყველაზე ახლოს იქნება შემდეგ მოსაქარგ უბანთან. ამიტომ აქ უნდა მოვხვდეთ ბოლოში, ამ წერტილში ჩვენი მიზანი. ამიტომ შეგვიძლია ზუსტად ამ წერტილიდან დავიწყოთ ახლა ქარგვა. ეს წერტილი ჩვენს ფიგურაზე არის ეს წერტილი, ეს უჯრა. ამიტომ აქ დავიწყებ ჩამაგრების პროცესს. ამაგრებთ მოგვაქვს და ვაგრძელებთ ქარგვას, როგორც აქამდე. ზევით 2 3 უკანა მიმართულებით მოვქარგავთ სრულად მხოლოდ ეს დავადრეობთ, რომ გაიხსნას მხოლოდ ერთ უჯრას და გადავალთ გვერდით, რადგან გვერდითაც გვაქვს მოსაქარგი, ხო? აქაც სამი უჯრა გვაქვს მოსაქარგი. 1 2 და 3. ახლა ყველას მოვქარგავთ ბოლომდე. ეხლა ვარ ამ ნასროტიდან ამოვიდი ქვედა ნასროტში. და ეხლა რატო ამოვედი ქვედა ნასროტში და აქ რატო არ მინდა რომ გავჩერდე, მოდით ამასაც. ამ ნასროტიდან ამ ნასროტში ამოვედი იმიტომ, რომ შემდეგი იყოს აჯობებს გვერდიდან და საბოლოოდ მოვხვდები ესე ქვევით. ეხლა ამ შემთხვევაში აქ მოვხვდებოდი თუ აქ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ერთი და იგივე მანძილია შემდეგ უჯრამდე, უბრალოდ სხვადასხვა უჯრაზე მომიწევდა დაწყება. ამ შემთხვევაში თუ აქ მოვხვდებოდი ამით მომიწევდა დაწყება, ამ უჯრით, ამ შემთხვევაში ამით მომიწევდა დაწყება. თუ ამით მომიწევდა ჯერ ესე უნდა მომექარგა, მერე წამოსულიყავი ეს მომექარგა და მერე აქ მოვიდოდი, ეხლა მოვქარგავ ამ სამს, გადმოვალ ამ 5-ზე. ანუ ეს დიაგონალურად აქ ერთი უჯრით არის დიაგონალურად. უკან რო განახვოთ აქ გამოვდის ერთი დიაგონალი. 1 2 და 3. სამი უჯრას სრულად მოვქარგეთ, ავედით ზევით ერთით. მოვქარგოთ უნდა 5 უჯრა. 2
4 და უყურეთ სანამ მეხუთე უჯრას მოვქარგავ რა მინდა რომ კარგად გავიაზროთ. რადგან ეს სამი უჯრა უკვე მოვქარგული გვაქვს და აი ეს უჯრა ამ უჯრასთან მივედით, ხო? ეხლა უნდა განვაგრძოთ ქარგვა ისე რომ რაღაცნაირად ბოლოს აი ქვედა აი ამ უჯრაზე აღმოჩნდეთ, რომ ყველაზე მოკლე გზა გქონდეს შემდეგ ელემენტამდე. ამიტომ მე ეხლა აი ამ ბოლო უჯრას არ მოვქარგავ, ისე გავაგრძელებს გზას გზებითკენ. და 5-ის მაგივრად მოვქარგავ 4-ს. იმერც დავიტოვებ ბოლოსკენ. ანალოგიურად როგორც ადრე გავაკეთეთ. ამასაც ბოლომდე არ მოვქარგავ და ერთ უჯრას გვერდით მივქარგავ, აი ამ უჯრას. ეხლა უკვე ორივეს ბოლომდე მოვქარგავ. ანუ ვცდილობ, რომ ქვევითკენ წამოვიყვანო ქარგვა, რომ საბოლოოდ აი ამ უჯრაში მოვხვდე. ეს სრულად მოვქარგეთ. და ჩამოვედი ქვევით. ეხლა აი გვერდით წავალ იმის მაგერად რომ ქვევით ჩამოვიდე ქარგვისას. წავალ გვერდულად. და რომ ვიცი რომ გვერდითაც მაქვს აი ეს უჯრა მოსაქარგი, ხო? წავალ გვერდით. ამ სამს მოვქარგავ. რამდენიმენაირად შეიძლება გაგრძელება, ხა ერთ-ერთი გზა ავირჩიე მე. ამ სამს მოვქარგავ. დავბრუნდები უკან. ჩამოვალ ერთით ქვევით. ეხლა სრულად მოვქარგავ. ეხლა მნიშვნელოვანია რომ უყურეთ ზედა უჯრიდან ქვედა უჯრაზე მოვდივარ ქარგვისას, რომ შემდგომ ცოტა მანძილი დამჭირდეს ქვედა უჯრაზე გადმოსასვლელად. ესეც მოვქარგეთ, ჩამოვედით ქვევით. მე მგონი ძაფი ზუსტად ისე დამთავრდება, რომ ვერ მოვასწრებთ შემდეგ უბანზე გადასვლას, თუმცა ჩვენ ხო არ ვიცით წინასწარ, ამიტომ მაინც ჯობს ხოლმე ისე ვქარგოთ, რომ საბოლოოდ იმ უჯრაზე აღმოჩნდეთ, რომელზეც გვინდა. აი ყურეთ, ეხლა ამ ორ უჯრასაც მოვქარგავ სრულად. აი, აქაც უყურეთ ჯერ ზევით, მერე ქვევით. და მოვედი ზუსტად იმ უჯრაზე, სადაც მინდოდა რომ ბოლოს ყოფილიყავი აი ამ უჯრაზე. და ძალიან ცოტა მაქვს ძაფი, ამიტომ ახლა ვეცდები რომ უბრალოდ რამენაირად ჩავამაგრო. აი ეს. თუმცა ახლა შეიძლება გაგვეწოლოს ახლა ჩამაგრება, მაგრამ არა უშავს. აბა შენ იცი. კარგი.